მეგობრებო, მე ვარ ადამიანი, რომლისთვისაც ერთის უნამო არასოდეს არ არის საკმარისი. არც ხუთი. რამდენი უნამოც არ უნდა მქონდეს, მაინც მიმიწევს გულის უნამოებისკენ. იმიტომ რომ ძალიან მიყვარს. და ჯერა რომ ძალიან ბევრი ქალბატონი არის ანალოგიურად. ამიტომ მოვითხოვ რომ ამ ვიდეოს კომენტარებში ყველამ დამიწერეთ თქვენი საყვარელი სურნელი. რომელია თქვენთვის გამორჩეული არომატი. ამასობაში მე კი გაგაცნობ ჩემს სუნამოებს 4 ამჟამად. ესენი არის კარლინა ჰერერას კარგი გოგო, რომელსაც ძალიან აქტიურად მომიხმარ ამ ბოლოს, ასევე ლიბრე, არმანის სი და გუჩი ფლორა. თუმცა გუჩი ფლორა არ განეკუთვნება ტკბილ არომატებს. მე ვარ ისეთი ადამიანი, ვინც უფრო იხრება ტკბილი, თბილი არომატებისგან, თუმცა არ მიყვარს ძალიან ტკბილი და შემაწუხებელი არომატები და გუჩი ფლორა არის ყვავილოვანი სურნელი, არ არის ტკბილი სურნელის სუნამო, არის ყვავილოვანი სურნელი, მარტივად მოსაწონებელი, მარტივად აღქმადი, ძალიან კომპლიმენტირებული სუნამოა და აი ცქრიალა სურნელს განეკუთვნება, იმიტომ რომ არის ყვავილოვანი არომატი და ასეთ არომატებსაც მოვიხმარ. თუმცა იშვიათად რომ მომეწონოს გრილის სუნამო, ან ცივის სუნამო და ერთადერთი გამონაკლისი შემთხვევა დაფიქსირდა ჩემთან და სუნამო, რომელზედაც ახლა უნდა გესაუბროთ, ეს არის ჩემი ამ ბოლო დროინდელი აღმოჩენა. ძალიან ცოტა დროა, რაც ეს სურნელი აღმოვაჩინე, თუმცა რაც აღმოვაჩინე, მის მერე განუყრელად არის ჩემთან. ეს არის დოლჩე გაბანას იმპერატრიცა. სახელიც ხო აი ესეთი აქვს დიდრული და დედოფლური, მაგრამ სურნელიც აქვს ზუსტად ასეთი. არის ძალიან ფრეში სუნამო, სიმდიდრის, კომფორტის, სისუფთავის სიახლის სურნელი. ძალიან მოუხდება ზაფხულის ცხელ დღეებს, ასევე გაზაფხულის თბილ საღამოებს, შეხვედრებს, პაემნებს. ვფიქრობ, რომ ძალიან სახასიათო და დასამახსოვრებელი სურნელია. და აი ეს არის პატარა კომპაქტური შეფუთვა, რომელიც ჩანთით სატარებლად არის ძალიან კომფორტული და არის ასევე კომპანია იალისგან. მე წინა ვიდეოებშიც მაქვს ნახსენები, რომ კომპანია იალი აწარმოებს ასევე სუნამოების ანალოგებს და ეს სუნამოები არის extract de parfum, აი აწერია. და ვინც სუნამოებში ერკვევით, გეცოდინებათ ისიც, რომ სუნამოს, რომელსაც აწერია extract de parfum, ყველა სუნამო არის ძალიან მდგრადი. თუმცა მდგრადობაც განსხვავდება საათების მიხედვით. ისეთი არომატები, როგორც არის ციტრუსოვანი არომატები, მათი ხანგრძლივობა მერყეობს 6-დან 8 საათამდე. აი ძალიან ისეთ შემთხვევაში, როცა არის extract de parfum, შეიძლება გაძლოს 10 საათამდე. მაშინ, როდესაც მაგალითად ხის არომატები, ტყავის, მუშკის არომატები, აი ესეთი არომატები ძლებს 12 და მეტი საათი და 60-ზე შესაძლებელია გაძლოს გარეცხვის შემდეგაც სურნელმა. აი ეს ჩვენი ანალოგი კი არის extract de parfum და კომპანია იალის ყველა სუნამო არის extract de parfum, იმიტომ რომ შეიცავს 30% ესენციას. შესაბამისად არის უმდგრადესი, ძალიან მდგრადია მეგობრებო. კანზე ეს სურნელი 12 საათი მიძლებს და 60-ზე, აი თავს დავდებ, რომ გარეცხვის მერეც რომ გამოიყებთ ტანისამოს და გაშრება და გაუთავებთ პერანგს, აუცილებლად იგრძნობთ აუცილებლად თქვენი სუნამოს სურნელს. ეს სუნამო იმპერატრიცა, დოლჩე გაბანას იმპერატრიცა ანალოგი ზუსტად ერთ-ერთია ორიგინალთან. შევედი მაღაზიაში და შევადარე, როგორც დანარჩენი წინა სუნამოები და გაოცდებით, შუქში ჩავარდებით, საერთოდ ვერ ნახავთ განსხვავებას. აი საერთოდ ზუსტად ერთ-ერთია ორიგინალთან, მდგრადობა შოკის მომგვრელი და რატო უნდა გადავიხადო 5 მაგით ანხა, როცა მაქვს აი ასეთი ანალოგი. ზოგადად მე ამ კომპანიის პროდუქციაზე ვარ შეყვარებული და თუ კი ვინმე მოიხმარს ამ კომპანიის პროდუქციას, აი დამერწმუნეთ, რომ სხვას მერე აღარაფერს აღარ მოიხმარს, იმიტომ რომ
აქვთ უმაღლესი ხარისხი, წარმოებს 100%-ით ბიონატურალურ პროდუქციას და მათ შორის სუნამოები გადის 7-ჯერად ფილტრაციას, დამზადებულია 30% ესენციაზე, არ შეიცავს არანაირ ქიმიურ დანამატებს, ალერგენებს და ასე შემდეგ. მე ვენდობი მათ იტალიურ ხარისხს, იმიტომ რომ ყველაფერი საკუთარ თავზე გამოვცადე და ვარ უზომოდ კმაყოფილი და მათ ვინც შეიძინათ ჩემი რჩევით მათი პროდუქცია აბსოლუტურად ყველა არის ძალიან კმაყოფილი და მე მაქვს ხელთ ამ ყველაფრის დამადასტურებელი ფაქტები, მათი ვოისები, მათი მესიჯები და ასე შემდეგ. რაც შეეხება ამ სუნამოს. ალბათ გაინტერესებთ ამ სუნამოს ინგრედიენტები, მისი სურნელის პირამიდა, როგორ ხასიათდება. საწყისი ნოტები იხსნება კივის, საზამთროსა და რევანდის კომბინაციით. გულის ნოტებში გვხვდება ვარდი, ჟასმინი და ციკლამინი, ხოლო შლეიფად გასდევს სანდალოზის ხის და მუშკის კომბინაცია. შესაბამისად, აი ასეთი ძვირფასი ინგრედიენტებით შექმნეს აი ეს განსაკუთრებული არომატი, რომელიც განეკუთვნება გრილი სუნამოების კატეგორიას და არ მეგულება ადამიანი, რომ ეს სუნამო არ მოეწონოს, იმიტომ რომ მე ადამიანი, რომელიც ვხმარობ ტკბილ და თბილ სურნელებს, გავგიჟდი ამ სუნამოზე და გონია, რომ ყველა ადამიანი, ვინც ამ სუნამოს გასინჯავს, მისით აღფრთოვანდება. დამიწერეთ თქვენი საყვარელი სურნელი რომელია და თუ გაინტერესებთ როგორ უნდა გამოწეროთ კომპანია იალიდან პროდუქცია, შეგიძლიათ მომწეროთ პირად შეტყობინებაში და დაგეხმარებით გასწავლით როგორ გამოწეროთ. არის ძალიან შეღავათიან ფასებში, მაგალითად ეს არის გასაყიდო ფასი არის ამისით 15 евро, ამათი 100 მლ-იანების არის 30 евро, თუმცა თუ დარეგისტრირდებით როგორც თანამშრომელი, ამ შემთხვევაში გეკუთვნით 40%-იანი ფასდაკლება. ამ ყველაფერს აგიხსნით, გასწავლით, არ დამეზარება. შესაბამისად მომწერეთ, გადაყრით მხოლოდ შეფუთვაში 5 მაქს, 10 მაქს, მოიხმარეთ. ძალიან კმაყოფილებით არჩებით. კოცნით, გემშვილობებით მომავალ შეხვედრამდე.